დილამშვიდობის ბელს. ჯერემაია. აქ. მოიცადე. კონრად, შენ? ყველაფერი კარგადაა. ჩვენ ერთად ყოფნა გვიწერია. ბელი მოიცადე. ეს ყოველთვის ჩვენ ვიყავით. ამას როგორ ვერ ხედავ. ზიზბრების სამყაროშიც კირთული ცხოვრება მაქვს. სიმართლე ის არის, რომ იმ კოცნამ გაართულა ყველაფერი. კოცნამ, რომელზეც გამუდმებით ვფიქრობ. კოცნა, რომელიც ჩემს სიზბრებში იჭრება. ის მთელ ჩემ ცხოვრებაში იჭრება. დილამშვიდობის. დილამშვიდობის ძვირფას ერთი წუთი გძალია? კლივლენდმა დარეკა, უნდა წავიდე. მხოლოდ ერთი წუთი. მინდა ბელის თხოვა, რომ მეჯლისზე შენ წაგიყვანოს კავალერად. დედა არ შემეძლია. რატომ? ჯერემაი წავიდეს. კონი, ხომ იცი მისთვის როგორი მნიშვნელოვანია, რომ ეს შენ იყო. შენ მისი საოცნებო პრინცი ხარ, ეს ყველამ ვიცით. არა ეს. შენ ყოველთვის კარგად ექცეოდი მას. გახსოვს მარტო შენაცვლავდი უფლებას, რომ თქვენთან ეთამაშა. უბრალოდ მინდა, რომ მეჯლისმა იდეალურად ჩაიაროს მისთვის. გთხოვ. ჩემი ხათრით. დავფიქრდები. კარგი, ეს უკვე ჩემი გონია. არაფერს გფირდები. ტურნირზე არ დააგვიანო. დამხმარეები გვჭირდება. ვიცი. ითამაშე გუნდისთვის. ითამაშე გუნდისთვის. იცი, ჯერ კიდევ არ არის გვიანი, რომ ჩაეწერო. დედა, არა. შეიძლება. ბოდიში. დილამშვიდობის. გამარჯობა. როგორ გეძინა? კარგად? შვენივრად. არაფერი დამსიზვრებია. მაპატიეთ ბოდიში. ფრენბურთის ტურნირთან დაკავშირებით ხომ არ ნერვიულობ? ბელი. თმას რატომ ტოვებს საშხაპის კედელზე? დამშვიდდი. არა, ეს საზიზღრობაა. კიდევ ერთხელ დატოვებ და იცოდე ბალიშზე და გახვედრებ. სტივენ! არ მინდა დაგაჩქარო ან რამე. მაგრამ ადრე თუ გვიან უნდა ვილაპარაკოთ იმაზე, რაც იმ ღამეს მოხდა. უბრალოდ ტეილორი ჩამოდის და მთელი ეს ტურნირის ამბავი ხომ გესმის? მესმის, მაშინ იქნებ როცა ყველაფერი დასრულდება. კარგი. კარგი. წავალ ჩავიცვამ, თორემ დედა შენი უკვე მელოდება. მიდი, შეხვედრამდე. დამპალი ხეა. ხედავთ როგორი დარბილებულია შეგნიდან. ეს ცოდია, ყველა პიცარი უნდა მოვაშოროთ. სანამ ჯანსაღი არ ჩავალთ. თუ ამის. ცოტა დაძაბული მეჩვენები მეგობარო. რთული კვირა მქონდა. მამა შენი დაბრუნდა ქალაქში. არა, სხვა თემაა. იმ გოგოსთან როგორ მიდის საქმე? კარგად არა? და აქაც ყველაფერი ცუდადაა. მთელი ეს გაყოლება დამპალია. მე კიდევ ვერ შევამჩნიე. ყველაფერი დამპალია და მე ვერ შევამჩნიე. კონრად, დამშვიდდი. რა ხდება მეგობარო? გული ძალიან სწრაფად მიცემს და სუნთქვა მიჭერს. მისმინე. ეს ნორმალურია. პანიკური შეტევა გაქვს. ყველაფერი კარგადაა. მე შემომხედე. ღრმად ჩაისუნთქე, კარგი? ჩაისუნთქე. ამოისუნთქე. ჩაისუნთქე. ამოისუნთქე. ჩაისუნთქე. ამოისუნთქე. გამოუშვი რაც გაწუხებს. კონრად, რა ხდება? დედა ჩემი, ის ყველაფერი რიგზია? უბრალოდ დღეს ძალიან ცხელა. ცოტაღა დარჩა.
მართლა რა ლამაზი კაბა არა? მომწონს. ფრენბურთის ტურნირზე ნერვიულობ? ერთი სული მაქვს, როდის ვითამაშებ. მინდა ყველაზე დიდი თანხა შევაგროვა. ოღონდ სტივენზე ვნერვიულობ. რომელი ფონდისთვის თამაშობ? იმისთვის, რომელსაც თქვენ ეხმარებით, უსახლკარო ქალების თავშესაფარი. რა საყვარელი ხარ, მადლობა ბელი. ახლა ცოტა ხანს არ გაინწრე. მაკმანებიღა დამრჩა და სამთავრებელი. პანიკური შეტევებისთვის სუნთქვის ტექნიკები არსებობს. 4 წამის განმავლობაში ცხვირით უნდა ჩაისუნთქო, 7 წამი შეიკავო და 8 წამის განმავლობაში ამოისუნთქო. ეს ყველაფერი საიდან იცით? ყველაფერი მეორე წიგნიდან დაიწყო. მისი გამოსვლიდან პირველი სერიოზული პანიკური შეტევა მქონდა. საავადმყოფოში გავარდი, მეგონა ინფარქტი მქონდა, მერე მისი დაძლევის მეთოდები ვისწავლე. იქნებ დედას უნდა უთხრა, რომ იცი. ვიცი. ეგ მეც მინდა. მართლა, მაგრამ არ ვიცი როგორ. არ უნდა რომ მე და ჩემმა ძმამ ვიცოდეთ. ეს მას გაანადგურებდა. ყველაფერს გააფუჭებდა. ზოგჯერ მეჩვენება, რომ თუ ამას შიგნით დავიტოვებ იქნებ სწორედ ეს აცოცხლებს მას. ხომ გესმის? გეშინია, რომ დედას ტკივილს მიაყენებ. გეშინია, რომ ეს შენ გამოიქცევა რეალობად. ეს ისეთი რამეა, რასაც შენ ვერ გააკონტროლებ. ეს ხდება და მნიშვნელობა არ აქვს ამაზე, ხმამაღლა ილაპარაკებ თუ არა. კონრად, შენ არ ხარ ამაზე პასუხისმგებელი. გესმის? პასუხისმგებელი არ ვარ. გამარჯობა ბელი. გამარჯობა. ეს რა არის? ჩემი საიდუმლო იარაღი. ტურნირისთვის კარგად ხარ განწყობილი? კი, მზად ვარ. თუ ყოველთვის მზად ხარ, მომზადება არ დაგჭირდება. ბანალურად გაიჟღერა. თავად ცადი არა ბანალური სამოტივაციო ფრაზის მოფიქრება. ფიქრობ? ფიქრობ? ბელი. ა, მაპატია. ბანალურობისთვის? იმისთვის, რომ ნაბიჯვარებით მოვიქეცი. თავი მოგაჩვენებით, რომ არაფერი არ მახსოვდა, როცა ყველაფერი მშვენივრად მახსოვს. გამუდმებით ამ სცენას ვატრიალებ გონებაში. არ ვიცი რა ვთქვა. ვიცი. ახლა უკვე გვიანია მესმის. შეიძლება მეჯლისზე შენთან ერთად წამოვიდე. რა? უკვე ყველაც ეკვა ვიცი. ეს პრობლემა არ იქნება. დავფიქრდები. დაფიქრდი. რაში გაყავი თავი, გონკია ბელი? როგორ მიხარია, რომ აქ ხარ? სად არის ჩემი მაისური? ყველას დედა უნდა ვუტიროთ. წამოდი. ტეილორ, როგორ ხარ? გამარჯობა. რა ხდება თქვენს შორის? წამოდი, მოგიყვები. მე გადავები? სერიოზულად. შვიდად იყო თუ ნერვიულობდა? თუ გემუდარებოდა, მითხარი. არ მემუდარებოდა, მაგრამ აშკარად ნერვიულობდა. ასე გაცილებით საინტერესოა, რადგან შეგიძლია რომ უარი უთხრა. ბელი მას უარს ეტყვი, გესმის? იმედია არ მჭირდება იმ სირობის შეხსენება, რაც კონრადმა წინა კვირას აკეთა. ვიცი და იმედია ისიც გახსოვს, რომ ემოციური მხიარული საყვარელი და უფრო სიმპათიური ძმა შენს ფეხებთან გართხმული გელოდება. გოგოებო, მზად ხართ? მე წაგიყვანთ. შეიძლება საჭესთან დავჯდე. არა. მისმინე, აუცილებელი არ არის, რომ ახლა ამაზე ვილაპარაკოთ, აქ ამისთვის არ ჩამოსულ ხარ.
ზუსტად ამისთვის ჩამოვედი. მიხარია აქ რომ ხარ, რადგან მე და შენ ტურნირს მოვიგებთ. არა, გიხარია აქ რომ ვარ, რადგან გაიძულებ რომ ჯერემაია აირჩიო, რომლის გუნდშიც ვარ და ამ გუნდის ენთუზიასტი, აღმასრულებელი დირექტორი ვარ. ასე რომ? კი, მზად ვართ. თქვენი კეპები მომწონს. მადლობა, ამ დილით ჩამოგვიტანეს. სტივენს მწვანე უნდოდა, რადგან ფიქრობს, რომ თვალებზე უხდება. ეგრევე თვალში გვხდება. ჩვენთან რამდენი ხნით ხარ, ტეილორ? არ ვიცი, ვნახოთ საქმე როგორ წავა. მიხარია რომ როგორც იქნა გაგიცანი. კარგია რომ ტურნირში მონაწილეობ. წავა მზისგან დამცამს წავიცვა. კარგი. ერთმანეთს ძალიან უხდებით. ასე ფიქრობ? საყვარელი წველი ხართ. კარგი, მოედანზე გნახავ. მოგესალმებით, მეგობრებო. მე სუზანა ფიშერი ვარ. საზოგადოებრივი სერვისების საბჭოს კლუბის უფროსი და სიამოვნებით წარმოგიდგენთ ტურნირს ითამაშე გუნდისთვის. იცით როგორც დედა ჩემი ამბობდა, თუ გაგიმართლა რომ სანაპიროზე ხარ, ესე იგი საკმარისად გაგმართლებიაო. და მე და თქვენ ნამდვილად გაგვიმართლა. მომავალი გართობის და მეგობრული შეჯიბრების ატმოსფეროსთვის. თქვენ გაიმარჯვებთ. მოგიწოდებთ რომ საფულეები ამოიღოთ და რაც შეგიძლიათ ის უწილადოთ ადამიანებს, ვისაც ნაკლებად გაუმართლათ. ჩვენი გუნდები აგროვებენ ფულს უსახლკაროების ფონდისთვის, ქალების თავშესაფრისთვის, ბუნების დაცვის და კიდევ უამრავი კეთილი საქმისთვის. ითამაშე გუნდისთვის იგივე თანხას გასცემს, რასაც ტურნირის გამარჯვებული შეაგროვებს. შემოწირულობების მაგი და გახსნილია. გთხოვთ გამოიჩინოთ გულუხვობა. და მგონი მოვიდა დრო სიტყვებისთვის. და დაიწყოს თამაშები. ეს პრიზი ჩემი იქნება. იმ წყვილთან ფრთხილად იყავით. მომაკვდინებელი ჩაწოდება აქვს. დავიწყოთ. გამარჯობა. კარგად გამოიყურები, ჯერემაია. როგორ ხარ, ტეილორ? გთხოვ მაგას ყურადღებას ნუ მიექცევ. ის უკვე წარსულში დარჩა. დარწმუნებული ხარ? კი, მე ჯელის გუნდში ვარ. ჩემი იმედი გქონდეს, კარგი? მადლობა. გამარჯობა. გამარჯობა. მინდა წინასწარ გაგაფრთხილო. დედა ჩემი გიჟსკავს, რადგან ბელის მეჯლისისთვის კავალერი არ ყავს. მართალიცაა. ბელი უნდა იჩქაროს არჩევანის გაკეთება. საქმე იმაშია, რომ მან დედამ თხოვა, რომ ბელისთან ერთად წავიდე. ჯერემაიასთან ერთად რატომ არ მიდის? იცი, ჯერს ხომ იცნობ, ეგეთ რაღაცებს ვერ იტანს. თან მე უკვე ვიცი ცეკვები. მახსოვს, ძალიან კარგად ცეკვა. არ დაგავიწყდეს. რამე დასალები გინდა? აბა შენ იცი ბელი. ითამაშე მოხერხებულად და ჭკვიანურად. ყოჩახ ბელი. მზად ხარ? მიდი. არის. მიდი ბელი. ყოჩახ გოგონებო, ყოჩახ. ბელის გუნდი წინ. გამოგივა ტეილორ. კარგად ხარ? კარგად ხარ? არა, უბრალოდ გადამიბრუნდა. გინდა დაგეხმარო? კარგად ხარ ტეილორ? ცუდად გადამიბრუნდა. კარგად ხარ? სიარული შეგიძლია? შეგიძლია შემცალო? დახმარება გჭირდება? კარგად ხარ? არა, ჩემი დგავა. ყველაფერი რიქსია, შენ ითამაშე. აბა შენ იცი.
ზევით, ქვევით. დედა, აი ასე.